ზოგადად არიცი რა დაგხვდება მისამართზე რა, თუმცა ეს მაღალი წნევა, სიცხე მამიწია, ჩემი წნევის აპარატის გადამოწმება მინდოდა, ერთი ყავდა საბანი გადამაფარებებო, მეორე სიგარეტი მიყიდე ექიმო და პირველად ეგ რომ მოვისმინე, როგორ შევიკავე თავი არ ვიცი, მეთქი რისთვის მიძახებ, რომ სიგარეტი რატო არ მიყიდე შენ, ან განა გამეგზავნე სიგარეტი, შენ მიყიდე მომიტანეო რა. შოკი მქონდა ჩვეულებრივად რა. თუმცა უფროს კოლეგებიდან ვიცოდი რომ რაღაცა ესეთი გამოძახებები, ესე რომ ვთქვათ, უაზროს დავარქმევ რა, სხვა სიტყვას ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ შენ ამ დროს ბრიგადას აყოვნებ. ამ დროს შეიძლება ვიღაცა სისხლდენით იცლებოდეს, ვიღაცას ინსულტი, ინფარქტი მოუვიდეს და იქ ვერ მივიდეს სასწრაფო თავის დროზე. ასე რომ თუ პროცენტულად ავიღებთ, ხო, ვიტყოდი ძალიან თამამად, რომ 80% თუ სასწრაფოსადმი აგვიანდება, არის იმის ბრალი, რომ აი ესეთ უაზრო გამოძახებებზე უწევთ სიარული. თორე არც ერთ ჩემ კოლეგას არ აქვს ინტერესი სადმე არ მივიდეს დროულად რა.